შეერკინენ ამ იმას, რა ქვია, სახმელეთო ომი რომ დაიწყო წარმოება, კინოც არის მაგაზე. გაუგზავნა ამან კაცი, იმან რა ქვია, ქსელცემ გაუგზავნა და უთხრა რომ დაღუნებდითო. იმათ აიღეს და ჭაში ჩააგდეს ეს მაგათი ვინც ეს წერილი მოიტანა რა. და უთხრესო, ნუ ამით იყო ნიშნავდა რომ ჩვენ ვიბრძვით. და მაგათ ეგეთი წესი ქონდათ ბერძნებს რა, იყო დელფოსში ეგეთი წინასწარმეტყველი, სულ იყვნენ დელფოსში ეგეთი ადგილია საბერძნეთში, გააგზავნეს იმას და უთხრეს რა ვქნათო. ამ წინასწარმეტყველმა უთხრა რომ ბერძნებიო, თქვენ ხის კედლებს მოიფარეთო და გადარჩებითო. ათენელებმა ისე გაიგეს რომ კედლები უნდა გაემაგრებინათ, ხისგან კიდე რაღაცები დაამზადეს, ეს კედლები რო გაამაგრეს და ასე შემდეგ, დაიწყო ბრძოლა. სპარსეთს ძალიან დიდი ჯარი ყავდა, შევიდა ეს თერმოპილის დაანგრია, მეფე ლეონიდისი მოკლეს, 300 სპარტანელი მოკლეს და მიაღწიეს იმამდე რა ქვია, ათენამდე. ათენის მოსახლეობა მანამდე დაცელი იყო, ჯარი, გარნიზონი დარჩენილი იყო, იუმეს წააგეს, ათენი მიწასთან გაასწორეს, ამათ გადაანგრიეს და ბერძნებს ყავდათ ერთი მაგარი კაცი, რომელიც იცახდა რომ გემები ავაშენოთო და გემებითო ვიბრძოლოთო, ანუ ზღვაზეო. და რახან ათენელები იყვნენ და სპარტანელები. სპარტანელებმა უთხრესო დაცინეს, უთხრესო ბერძენიო მიწაზე ომობსო ხმლითო და შუბითო. და არანაირი გემითო და ნიჩაბითო და იმითიო რა ქვია, აფრითო. ეჭკვიანი კაცი იყო, ვინც ეუბნებოდა ეგრე გავაკეთო, გემები მაინც გააკეთეს. ააშენეს დაახლოებით სადაც 400-მდე თუ 500-მდე გემი ააშენეს. ბერძნებმა პირველ შეტაკებაში იმას რა ქვია, სპარსელების ფლოტთან დამარცხდნენ. და სადაც 200-მდე გემა გაასწრო, წავიდნენ და სალამინის ყურეში შეაფარეს თავი. ეხლა ხმელეთი მოიგეს, მთელი ქალაქები ამ სპარსელებს დაუწნენ, ქსერქსეს, დაუწნენ როგორ, ნუ მორჩილება გამოუცხადეს. ათენი განადგურებულია და ქსერქსი არის ჭკუაზია გადამდგარი ტიპი რა, რომ რა ყველაფერი გაანადგურა. მამის შური იძლია, მაგრამ ეს იცის რომ ეს ფლოტი და რაღაცა სადღაც არიან კიდე ესენი გადამარულები. და კიდე სპარტელებმა წამოაყენეს ეგეთი პირობა რომ სამხედრო გემ იმასო რა ქვია, თუ კოალიცია ექნებაო ჩვენიო სპარტელებს და ათენელებისო ჯარის სათავეში სპარტელი უნდა იდგესო. მართლაც დააყენეს სპარტელი სათავეში, რომელიც გაგებაში არ იყო